ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ დღევანდელი ღონისძიება ყოფილიყო მოწოდება საზოგადოებისათვის, რომ დაცული იყოს ქალთა უფლებები. ქალთა საერთაშორისო დღე წეროვანშიც აღნიშნეს. დასახლებაში მცხოვრები დევნილებისთვის წლევანდელი 8 მარტის შემეცნებითი ხასიათის იყო და ქალთა უფლებებსა და პრობლემებს დაეთმო. ღონისძიება ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის, მცხეთის საველე ოფისის და ორგანიზაციების უკეთესი მომავლისთვის და ჩვენ ჯანსაღი მომავლისთვის ერთობლივი ინიციატივით გაიმართა. დღეს ჩვენ გადავწყვიტეთ ჩაგვიტარებინა ღონისძიება, რომელიც ქალთა დღისადმი იქნებოდა მიძღვნილი, მაგრამ ესე გადავწყვიტეთ, რომ ეს ღონისძიება ცოტა სხვა ფორმით ყოფილიყო წარმოდგენილი. დღემდე მსგავსი ღონისძიებები რაიონებში ძირითადად უფრო გასართობ ხასიათს ატარებდა ხოლმე, ხოლო ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ეს ღონისძიება მიგვეწყვიტნა საზოგადოებისათვის, რომ ყურადღება მიექციათ ქალთა პრობლემების მიმართ. სარვამარტო ღონისძიებაზე საიუველირო ნაკეთობების გამოფენა გაყიდვა გაიმართა. ნაჩვენები იყო ფილმი ქალთა უფლებების შესახებ, რომელიც კამპანია ქალთა საკუთრების უფლების რეალიზაცია საქართველოში ფარგლებში გადაიხეს. ჩვენ ქალთა დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას ვახორციელებთ. წარმოდგენილია ხალხური რეწვის ნამუშევრების გამოფენა და ვაჩვენებთ ვიდეო ფილმს ქალთა უფლებების შესახებ. ღონისძიების ბოლოს მოეწყო ველორბოლა დევიზით შეწყდეს ქალთა ძალადობა. ველორბოლაში წეროვნის მოსახლეობა მიიღო მონაწილეობა. მინდა აღვნიშნო, რომ ასეთი ღონისძიებები ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ქალებმა საქართველოში ძალიან ცოტა თუ იციან თავის უფლებებზე და იმაზე, თუ რა გზით უნდა დაიცვან მათ ეს უფლებები. ღონისძიების ფარგლებში ასევე გაიმართა ველორბოლა, სადაც მეც მივიღე მონაწილეობა. ძალიან სასიამოვნო იყო ჩემთვის ამ ღონისძიებაში მონაწილეობის მიღება, რადგან ჯანსაღი ცხოვრების წესი უმნიშვნელოვანესია ქალებისთვის. 8 მარტი ქალთა ეკონომიკური, პოლიტიკური და სოციალური მიღწევების აღნიშვნის გლობალური დღესასწაულია და პირველად 1911 წელს გერმანიაში, ავსტრიაში, დანიაში, შვედეთსა და რუსეთში აღინიშნა.